მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი ბედკრული საქართველოს ერთგულოშვილებო და დღეს რაღაცნაირი ჩემი წინა სამი ვიდეოს სამ პლეილისტში რაც არის ამის მიმოხილვა შეჯამება იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სამ თემამ მოიტანა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლარის მიმართება არისო ისტორიულ მაქსიმუმზე ის ძალიან მაგარი იქნება. ბევრი წლის მერე რომ ნახავენ ხა ამ ჩემ ვიდეოებში ხოსები. და იტყვა რომ ეს ბიჭი ირაკლი კობახიძე რატო ლაპარაკობს ბავშვი ვინ არის? იმედია ესე იქნება. არავის აღარ ემახსოვრება ირაკლი კობახიძე. და მისი სიბოროტეები. მე ხარ რაღაცნაირად გავაკეთებ მიმოხილვას ჩემ პერსპექტივასაც დაგანახებთ და მე თქვენ გადაწყვეტეთ მართლა ისე არის თუ არის ისეთი სპეკულაციური განცხადება, როგორც მის ყველა დანარჩენი სხვა განცხადება. ჯერ სანამ უშუალოდ ამ ლარის მიმართებაზე გადავალ, მოდი განვიხილოთ რა ისტორია აქვს ქართულ ხალხს ფულთან ურთიერთობაში, ხო? ურთიერთობასთან. bueno, ქართულ ხალხს ფულთან ურთიერთობის. საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირი ამდელი ადამიანი არ მგონია ვინმე იყოს ცოცხალი თუ არის კიდევ დიდხანს იცოცხლე მეგობარო. საბჭოთა კავშირის დროს ადამიანები, ქართველი ხალხი, ესე როგორც მისი ყველა მოსახლე ხმარობდა საბჭოთა მანეთს. ამის შემდეგ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩვენს მის გამოვეყავით, დაბრუნდა საქართველოს რესპუბლიკა, გადავედით, არ გქონდა ჩვენი ვალუტა და ვიყავით მიმბუნლი რუსულ რუბლზე. რუსულ რუბლზე მიგვახვედრა, რომ ვართ რუსეთის და მისი ეკონომიკის მძევალი და ეს არაფერში არ გვარგებდა. ამიტომ 93 წელს გადაწყვიტეს, მოდი ჩვენი დროებითი ვალუტა შევქმნათ და არ მოიქცენ ისე, როგორც მოიქცენ ძალიან ჭკვიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, საშუალო ჭკვიანი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და მოიქცენ ისე, როგორც სულელი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მოიქცნენ და მაგალითად ესტონეთმა, რომელიც იყო ჭკვიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა, მიაბა საკუთარი ახალი ეროვნული ვალუტა გერმანულ კრონს და ამითი ჰიპერინფლაცია არიდეს თავიდან. ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ რამდენი ადამიანს ყავდა, იმდენი მილიონერი ყავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფულს არანაირი ფასი არ ქონდა, ანუ იმდენად არაფერი ფასი არ ქონდა, რომ თვითონ კუპონის ქაღალდი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რაც ეწერა ის ნიშნავდა. ამის შემდეგ დიდმა ბიძიებმა, კეთილმა ბიძიებმა, ან ისე რა კეთილმა ბიძიებმა, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტეს, რომ მოდი დავეხმაროთ საქართველოს და დაგვეხმარდნენ, დაგვალაგებინეს მთლიანი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი და გავმოუშვით პირველი არადროებითი, არამედ მყარი ვალუტა სახელად ლარი. თუმცა ამ რაღაცა ტრამვების შედეგად, რომელიც რაღაცა ქართულ ხალხს ფულთან მიმართებაში ჰქონდა, არ იყო თავიდან, მაინც და მაინც დიდად ლარის მიმართაც ნდობა. თუმცა დროთა განმავლობაში რაღაცა შეიცვალა ხელისუფლებები, გავიდა დრო, ნახეს რომ აღარ მოხდა ჰიპერინფლაცია და შემდეგ რაღაც დონის ნდობა ჩამოყალიბდა უშუალოდ ლარის მიმართ. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ლარიზაცია, ანუ ლარიზაციაზე უკვე ვილაპარაკეთ. ლარიზაცია იყო 25-30% დებოზიტების, ანუ ლარში არსებული დებოზიტები იყო 25-30%, დღეს მაგალითად ეს არის 55%, ხო? ანუ ნიშნავს, რომ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძე მართალია, ხო? იმიტომ რომ აგერ ლარში უფრო მეტი დებოზიტია, ხო? ანუ ადამიანები უფრო ენდობენ ლარს, იმიტომ რომ ლარს ინახავენ, ხო და არა დოლარს. ისევე როგორც სესხებზე, ხო? ანუ ადამიანები ლარში სესხულობენ და არ სესხულობენ დოლარში.
ამ შესხების ლარიზაცია არის 65-68%. ანუ ძირითადად ლარში სესხულს ხალხი. ეხლა ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა ეს რატო ხდება. და რა მნიშვნელობა აქვს ამას. ლარის ნდობასთან მიმართებაში, ხო? ზოგადად არ არსებობს არც ერთი ქვეყანაში, არც ერთი ვალუტა, რომელსაც ენდობიან ეროვნულ ვალუტას და არ ენდობიან ეროვნულ ინსტიტუტებს, ხო? ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ, ჩვენთან საქართველოში არის თუ არა საზოგადოების მხრიდან ინსტიტუტების მიერ ნდობა? აი, ავიცით, ხო? ანუ ის არ არის პასუხი კი, არ არის პასუხი არა. ანუ შეიძლება მისად თუ არ ვარ ჩამოყალიბებული ჩვენ ვენდობით თუ არ ვენდობით სახელმწიფო ინსტიტუტებს შესაბამისად უფრო არა. მეორე დასკვნა რაც უნდა გავაკეთოთ არის დაფუძნებული რა პოლიტიკას ატარებს ქვეყანა, მთავრობა ვალუტასთან მიმართებაში, ხო? ჩვენი კანონმდებლობით იქიდან გამომდინარე რომ არის ახალისებული ეროვნული ბანკის მონოპოლია, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ერთადერთი ვალუტით რომელთაც მაღაზიაში რამე წყვეტა შეგვიძლია არის ლარი. აქედან გამომდინარე რომ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ რომ ეროვნული ბანკი არის ფულზე მონოპოლისტი საქართველოში. ამით ხეირობს ყველა მთავრობა. იქიდან გამომდინარე რომ უჭირთ ფული მიდის ეროვნულ ბანკთან, ეროვნულ ბანკს დაბეჭდა ფული, ბეჭდავენ, უფრო მეტი ფულია, სულ ფეხებზე კიათ ის რომ ჩვენი შრომა ამით უფასურდება. მაგრამ აი როგორ ხო ეს უნდა ჩავშალოთ. პირველ რიგში ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია 200,000 ლარზე ქვემოთ დოლარში ფულის ესხება. ჩვენ თუ მინდა მანქანის ყიდვა, ჩვენ მანქანას ვერ ვიყიდით დოლარში ნასესხები ფულით ბანკისგან. ჩვენ აუცილებლად ლარში უნდა ვისესხოთ. ასე ანუ 200,000 ლარში რასაც ვატევთ, ყველაფერი უნდა ვისესხოთ ლარში. შესაბამისად, ამითი უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება ლარზე, ვიდრე ოდესმე ყოფილიყო. ესეთ კანონმდებლობა არ ქონია. ასევე ახალისებულია ეროვნული ბანკის მხრიდან ისე, რომ ლარში იყოს გაცილებით მაღალი მომგებიანობა, როგორ თქვა. ანუ პირობითად თუ თქვენ დეპოზიტზე დებთ ლარს წლიური განაკვეთი, ანუ წლიური მოგება, რასაც თქვენ იღებთ, არის რაღაცა 8%, 9%, დოლარში არის ეს რაღაცა 1%, 2%. ანუ ამით ხალისდება ის, რომ რადგან არ არის აქ ძალიან დიდი ნდობა რაღაცა ლარის მიმართ, მოდი პროცენტულად იყოს ამხელა განსხვავება დოლარსა, ევროსა და ლარს შორის და მოდი ამით წავახალისოთ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე რომ ადამიანებს არ აქვთ დიდხნიანი გეგმები და ასე შემდეგ, მაგიტომ ცდილობენ ჩქარა ნახონ მოგება და შესაბამისად ლარის დეპოზიტებზე ათავსებენ ფულს. ეხლა ნახე რა მოხდა აქედან გამომდინარე. ჩვენ უკვე გავიარეთ ფულის აგრეგატები M2 რაღაცა თუ საქართველოში M0-დან იცვლება, ზოგადად არსებობს ქვეყნები, სადაც M1-დან იწყება და M4-მდე გადის, ჩვენთან არის M0, M1, M2 და M3. შესაბამისად, აქ 2012 წლამდე არსებული M3-ში ყოფი ფულადი რესურსი გადმოითარგმნა M2-ში და შესაბამისად ამით ის გაიზარდა ფულადი მასა. ასევე დღეს ვისაც აქვს თავისუფალი ფულადი რესურსი გაცილებით მომგებიანი მათთვის შეიტანონ ეს ლარის ანგარიშებზე და აქედან გამომდინარე მეტი ფული შედის და მეტი ლარი ხდება, ხო? ანუ ჩვენთან არათუ რაღაცა ლარის მიმართ ისტორიული ნდობა არის, არამედ ისტორიულად ამდენი ლარი არასდროს არ გქონია და როგორც აი მაგალითად რეალურ და ნომინალურ მეშოპოს შორის განსხვავებებზე ვისაუბრეთ ჩვენ წინა ვიდეოში. როდესაც ფული უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვქნით, შესაბამისად ამით იმ პროდუქტის ფასი იზრდება და უფასურდება შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ანუ ისევ იმ მაგალითს მოვიყვანე რა, რომ თუ ქვეყანა ვართ და ვაწარმოებთ პურს, ვაწარმოებთ 100 ცალი პური წელს და გავყიდეთ თითო ლარად, შესაბამისად ჩვენი მშპ არის 100 ლარი. ჩვენ ქვეყანამ თუ ვაწარმოებთ შემდეგ წელს 100 ცალი პური, მაგრამ დავბეჭდეთ 200 ლარი. შესაბამისად ჩვენ გვიწევს რომ თითო პური გავყიდეთ 2 ლარად. ანუ ჩვენ
მოხდა ის, რომ 200 ლარი, ანუ 100 ლარით მეტი ფული გვაქვს, მაგრამ ვერ ვჭამეთ მეტი პური. ანუ რა მოხდა, ხო? ჩემი ფული, ანუ ადრე ლარით თუ მე ვყიდულობდი 1 სალპურს, ახლა მე ვყიდულობ 2 ლარად 1 პურს. ანუ ჩემი ფული ორჯერ უფრო გაუფასურდა. ფული გაუფასურდა ორჯერ უფრო და შესაბამისად პურის გაზვერდა ორჯერ უფრო. აი ხა ეს რომ მასშტაბი გავზარდოთ, დაახლოებით და უფრო მძიმე სურათი გვაქვს ჩვენ, რა ვიცი 2012 წელთან შედარებით დღევანდელობამდე, ხო, რომ ანუ რეალური MSHP-სა და ნომინალურ MSHP-ს შორის სხვაობა არის ტრაგიკული. ანუ ჩვენ საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აი მაგალითად 7 მილიარდი იყო 2012 წლის მონაცემებით M2 და ახლა M2 არის 38 მილიარდი. ანუ 5-ჯერ უფრო მეტი ფული გვაქვს. ეხლა ჩვენ დავფიქრდეთ. გვაქვს თუ არა 5-ჯერ უფრო მეტი დოლარი. ასე რომ თავარი არის ის, რომ გავიაზროთ შემდეგი. პირველ რიგში იურისტებს არ ვენდობით ბოლზე, როდესაც საუბრობ ეკონომიკაზე განსაკუთრებით. მეორე შეუძლებელია გვქონდეს ფულის ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა, როდესაც არ გვაქვს ნდობა სხვა ინსტიტუტების. ან ჩვენ თუ ვიცით, რომ სასამართლოში მივალთ და მე და ნებისმიერ სხვა ადამიანს მოგვიქცევიან განსხვავებულად, სულ რომ მე უკეთესად მეკცეოდნენ, მე ამ შემთხვევაში მაინც ვერ მექნება ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ვალუტაზე ზეგავლენის მოხდენა ზუსტად ისევე შეუძლიათ, როგორც ნებისმიერ მოსამართლეზე, ნებისმიერ პროკურორზე, ნებისმიერ პოლიციელზე, ნებისმიერ იუსტიციის სახში მომუშავე ადამიანზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ ამის მოგვარების გზაზე ვისაუბრებთ, ამის მოგვარების ერთადერთი გზა არის ის, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჩავუხსნათ მონოპოლია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გაცვლის პროცესებზე. ანუ არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიები იქნება თუ აი სახლების გაყიდვა ძალიან ხშირად ხდება დოლარში, ხო? ანუ ამ პრინციპითაც რო ხდებოდეს მაგალითად მაღაზიაში აი მაგალითად დღეს არ მომეწონა გასვლითი კურსი, რაც გვაქვს დოლართან, მოდი კარგი, ანუ ლარი არ არის მყარი, ლარი რაღაცა დახტის აკეთიკით, მე მაქვს ჩემი კომპანია, მოდი მე ვიტყვი რომ ხელფასებს მე დავარიგებ დოლარში და არა ლარებში. რომ ამით მე ჩემ თანამშრომლებს ვზრუნავ და ჩემ თანამშრომლსაც უფრო უხარია ჩემთან მუშაობა, იქიდან გამომდინარე რომ იციან რომ დოლარში ექნებათ ხელფასი და არა ლარში და პირობითად თუ მე კონტრაქტზე მომიწერა 1 წლიანზე ხელი და მანამდე რაღაცა 1000 ლარს ვაძლევდი და ის 1000 ლარით თუ წლის დასაწყისში ყიდულობდა 1000 წელ პურს, წლის ბოლოს ყიდულობს 500 წელ პურს და კვდება მშიერი დოლარში ოდესაც მივცემ, დოლარში ეცოდინება რომ რამდენსაც ყიდულობდა წლის დასაწყისში, იმდენს იყიდის წლის ბოლოს. ან რა ვიცი რა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა დოლარი იქნება თუ ევრო იქნება თუ რა ვალუტა იქნება, ამის არჩევნის თავისუფლება თუ ჩვენ მოქალაქეებს გვექნება, გაცილებით მარტივი იქნება ჩვენი ცხოვრება და გაცილებით მარტივი იქნება ეროვნული ბანკის კონტროლი. იქიდან გამომდინარე რომ ეროვნულ ბანკს ერთადერთი გზა დარჩება იმისი რომ იყოს ეფექტური. ეროვნული ბანკს თუ უნდა რომ გადარჩეს და აწარმოოს ლარი, მას მოუწევს ეფექტურობა და როდესაც მთავრობა მიო მასთან რომ მე მჭირდება ფული დაბეჭდე, ისე თქოს ვერ დავბეჭდო ფულს. იქიდან გამომდინარე რომ მე თუ ფულს დავბეჭდავ, ამ ფულს შენსთან დაარიგებ, აღარავინ გამოიყენებს. არსებობს სხვა კონტროლის მექანიზმებიც და ამაზე მე აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით იმას რომ მე არ ვარ ექსპერტი და შესაბამისად რაღაცა მე უბრალოდ ვარ ახალგაზრდა ადამიანი, სტუდენტი, რომელიც
რომელსაც მაქვს ჩემი შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყოველთვის რა ვიცი, რაღაცა აქტუალური თემა იქნება თუ არა აქტუალური და ჩემთვის პირადად საინტერესო, ამ თემაზე ვცდილობ მოვიძიო საინტერესო ინფორმაციები, დავიკითხო და მე უბრალოდ ამ იდეებს თუ იქნება თუ აზრებს იქნება თუ ისტორიებს იქნება გიზიარებთ, რომელიც მე ვთვლი რომ საინტერესოა და მე ვთვლი რომ კარგი იქნება რომ თქვენ იცოდეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დაუჭიროთ იურისტებს და განსაკუთრებით ცუდი ღიმილის მქონე იურისტებს ეკონომიკაზე და ფულზე საუბრისას და დავფიქრდეთ. როდესაც გველაპარაკებიან რაღაცის ნდობაზე, შესაძლებელი არის თუ არა ხდებოდეს ეს. ანუ რანაირად შეიძლება ვენდობოდეთ ლარს, როდესაც არ ვენდობით ადამიანს, რომელიც ლარს განკარგავს. მარტივად, აი ეს. მადლობა.